ჩიპების ომი, ქვიშის იმპერია. მოწყობილობა, რომლითაც ახლა ამ ვიდეოს უყურებ, მანქანა, რომლითაც დადიხართ და რაკეტა, რომელიც კოსმოსში მიფრინავს, ყველაფერს ერთი საერთო მართავს. ჩვენ მას ჩიპს ვეძახით. მაგრამ თუ ტექნიკურ ტერმინებს გვერდზე გადავდებთ, ჩიპი არის ხელოვნურად მიღებულ ბროლზე ამოტვიფრული უამრავი ბრძანება. ამ ბროლს, ანუ სილიციუმს, მეცნიერები ინგოტს უწოდებენ. ის ყველაზე წმინდა მატერიაა, რაც კი ოდესმე კაცობრიობის ხელს შეუქმნია. ამ ტექნოლოგიის გაცნობისას უნებურად გახსენდება სიმბოლიზმი კაცობრიობის ისტორიიდან. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი მიწის მთვრისაგან შექმნა. შთაბერა სული და მოუწოდა აზროვნების განწმენდით სრულყოფილებისაკენ. საუკუნეების შემდეგ თითქოს ადამიანმაც იგივე გაიმეორა. აიღო მიწის მტვერი, ფიზიკურად გაწმინდა, შექმნა მისგან სხეული და მასში ციფრული სული ჩაწერა. მაგრამ თუ ადამიანი ქმნის ჩიპს, ვინ დგას ადამიანის უკან? ვისი დაწერილია ის კოდი, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ? სოქიო ჯერ აქ არ იხურება. სამაგიეროდ ჩვენ ვხედავთ შედეგს. ადამიანმა შექმნა ჯადოსნური ბროლი, სმარტფონი და პროცესორი. ჩვენ თითქმის მივაღწიეთ ზღვარს, სადაც ტექნოლოგია ბიოლოგიას გაუტოლდა. მეცნიერები ადამიანის დნმ-ს ღვთიურ კოდს უწოდებენ. წარმოიდგინეთ ადამიანის თმის ღერი. თუ მას სიგრძეზე დაახლოებით 30,000 ჯერ გავჭრით, მივიღეთ იმ ზომას, რომელზეც დღეს თანამედროვე ჩიპები იწერება. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ინჟინერია, ეს სამყაროს არქიტექტურა. დღეს მსოფლიო ეკონომიკა ნავთობზე მეტად სწორედ ამ კრისტალზეა დამოკიდებული. ამ ვიდეოში ჩვენ გავხსნით ამ შავ ხუთს, გავიგებთ რატომ დგას მსოფლიო ტექნოლოგიური კოლაფსის ზღვარზე, ვინ აკონტროლებს ჩიპებს და რა მოხდება, თუ ჩინეთი თავის საიდუმლო პროექტში გაიმარჯვებს. დღეს ხშირად გვესმის, რომ გლობალიზაციამ სამყარო გახსნა, მაგრამ ჩიპების ინდუსტრიაში ეს ასე არ არის. პირიქით, აქ ყველაფერი წარმოუდგენლად მონოპოლიზებულია. მთელი პროცესი ეყრდნობა სამ მთავარ მოთამაშეს, რომლებსაც პირობითად შეგვიძლია დავარქვათ ტვინი, იარაღი და ფელები. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ყველაზე რთულ სათამბჯენს ვაშენებთ. პირველია არქიტექტორი, ამერიკის შეერთებული შტატები. ისეთი გიგანტები, როგორიცაა NVIDIA, Apple ან AMD. ქმნიან ურთულეს ნახაზებს, მაგრამ იცით რა არის საინტერესო? მათ არც ერთი ქარხანა არ გააჩნიათ. ისინი ყიდიან ინტელექტს და იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც ჩიპის დაპროექტება ფიზიკურად შეუძლებელია. მეორეა იარაღის ოსტატი, ნიდერლანდები. კონკრეტულად კომპანია ASML. არქიტექტორის ნახაზი ფურცელზე დარჩება, თუ არ გაქვს მანქანა, რომელიც ამ ნახაზს კრისტალზე დახატავს. ჰოლანდიური კომპანია ASML ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს ექსტრემალური ულტრაიისფერი ლითოგრაფიის მანქანებს. მათ გარეშე მოწინავე ჩიპების შექმნა შეუძლებელია. ეკონომიკის არც ერთი სხვა სექტორი არ არის დამოკიდებული ასე ძლიერად, ასე მცირე რაოდენობის ფირმებზე. და მესამეა მშენებელი, ტაივანი და კომპანია TSMC. ეს არის ადგილი, სადაც ფიზიკურად იჭედება მსოფლიოს ციფრული ბედი. მოწინავე პროცესორების 90% სწორედ ამ ერთ კუნძულზე იწარმოება. ჰოლანდიური მანქანით და ამერიკული ინტელექტით ნასაზრდოები. ეს სისტემა ეფექტურობის ტრიუმფია, მაგრამ ამავე დროს გეოპოლიტიკური კოშმარი. თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება, თქვენი მანქანა აღარ დაიქოქება. ბანკი ვეღარ გადარიცხავს ფულს და საავადმყოფოში აპარატურა გაჩერდება. მაგალითად, ტაივანში მომხდარმა ერთმა ძლიერმა მიწისძვრამ ან კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკის პარალიზება. ეს იქნება კოლაფსი, რომელთანაც ნავთობის კრიზისი და კორონას პანდემია არაფერია. ლოგიკური კითხვა ჩნდება. თუ ჩინეთს ან სხვა ქვეყნებს მილიარდები აქვთ, რატომ ვერ აშენებენ იგივეს? პასუხი ისტორიაშია. ჩიპების რბოლა 1957 წელს დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირმა სპუტნიკი გაუშვა. ამან ამერიკელები შოკში ჩააგდო. პენტაგონს სასწრაფოდ სჭირდებოდა რაკეტები და კოსმოსური ხომალდები, მაგრამ იყო ერთი დიდი პრობლემა. იმდროინდელი კომპიუტერები ოთახის ხელა იყო. რაკეტაში ოთახს ვერ ჩადებდით. სწორედ სამხედრო აუცილებლობამ აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები, შეექმნა პირველი მიკროსქემები. პირველი კლიენტი იყო NASA, აპოლოს პროგრამისთვის და არმია,
მინუტმენ 2 რაკეტებისთვის, რომელსაც მოსკოვამდე უნდა მიიღწია. საბჭოთა კავშირმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა. მათ აერჩიეს კოპირება და არ განავითარეს ციფრული ტექნოლოგიები, თუმცა უძლიერესი ინჟინრები ჰყავდათ. მაგრამ ჩიპების სამყაროში კოპირება არ მუშაობს. სანამ შენ ერთ სქემას აკოპირებ, მოწინააღმდეგე უკვე ორჯერ უფრო სწრაფს უშვებს. დღეს ჩინეთი ცდილობს იგივე გაიმეოროს, რასაც შედარებისთვის მანჰეტენის პროექტს უწოდებენ. მაგრამ აქ ვაწყდებით უხილავ ცოდნას. ეს გავს ბებიის რეცეპტს. ინგრედიენტები შეიძლება ყველა მიცოდეს, მაგრამ გემო მხოლოდ ოსტატს გამოსდის. ტაივანელმა ინჟინრებმა 30 წელი დახარჯეს იმისთვის, რომ ესწავლათ, როგორ უნდა შეინარჩუნოს აპარატურა მდგრადობა ატომურ დონეზეც კი. ამ ცოდნას ვერცერთი ჰაკერი ვერ მოიპარავს. ის ადამიანის თავებშია. მოდით ერთი წუთი შევხედოთ ASML-ის დანადგარის შიგნით. ეს დანადგარი $200 მილიონ მეტი ფირს. ის 100,000 კომპონენტისაგან შედგება. მისი მუშაობის პრინციპი კი სამეცნიერო ფანტასტიკაა. იმისთვის, რომ ჩიპზე ნანომეტრული სქემა დაიხატოს, ნანომეტრის ზომა კი დაახლოებით 30,000 ჯერ გაჭრილი თმის ზომაა, რაც ზემოთ ვახსენეთ. მანქანა იყენებს სინათლეს, რომელიც ბუნებაში თითქმის არ არსებობს. ამისთვის ვაკუუმში ისვრიან გამდნარი კალის წვეთს და მას ლაზერს წამში 50,000 ჯერ არტყამენ. ეს ქმნის პლაზმას, რომელიც მზეზე დაახლოებით 40 ჯერ უფრო ცხელია. ამ მეთოდს ლითოგრაფია ეწოდება. და სწორედ ამგვარად მიღებული სინათლით ხდება სილიციუმის ფირფიტებზე მიკროსქემების დახატვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სარკეებს ამ მანქანისთვის გერმანია აწარმოებს. ეს იმდენად ბრტყელი სარკეებია, რომ თუ მას გერმანიის ზომაზე გავადიდებ, სიბრტყე მხოლოდ 0,1 მმ შეიძლება შეიცვალოს. ასევე იაპონია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სილიციუმის ფირფიტებს. იგივე ინგოტს. უმაღლესი ხარისხის მასალა ინგოტის შესაქმნელად კი ამერიკაში მოიპოვება. კარიერს, სადაც ეს კრისტალი მოიპოვება, ეროვნული უსაფრთხოების სტატუსი აქვს. სწორედ ამიტომ არის ეს ვიწრო ყელი. თუ ASML-მა უარი თქვა თქვენი მანქანის გაყიდვაზე, შენი ტექნოლოგიური განვითარება 10 წლეულებით უკან ბრუნდება. ასე რომ უმაღლესი ხარისხის ჩიპების წარმოება არის ურთულესი პროცესი, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მრავალი ათასი კომპონენტის გამოყენებით მიიღწევა და რომელსაც სათავეში ამერიკა უდგას. დღეს ჩვენ ახალი ცივი ომის ერაში ვცხოვრობთ, მაგრამ იარაღი აქ არა ბირთვული კობინები, არამედ ნახევრად გამტარებია. რატომ? იმიტომ რომ მომავლის ომს მოიგებს არა ის, ვისაც მეტი ჯარისკაცი ჰყავს, არამედ ის, ვისაც აქვს უკეთესი ხელოვნური ინტელექტი. აი კი მხოლოდ უძლიერეს ჩიპებზე მუშაობს. ამერიკამ გამოიყენა თავისი უპირატესობა და ჩინეთს ტექნოლოგიური ბლოკადა გამოუცხადა. ამერიკას აქვს უცხოური პროდუქციის კანონი. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა ეუბნება მსოფლიოს. თუ პროდუქტში ჩემს ტექნოლოგიას იყენებ, ჩინეთს მას ვერ მიჰყიდი. ასე აიძულეს ნიდერლანდები და ტაივანი გადაეკეტათ ჩანგვარი ჩინური გიგანტებისთვის, როგორიცაა Huawei. ჩიპების მწარმოებელ მანქანაში კი ამერიკული ლაზერი გამოიყენება. მაგრამ ჩინეთი საიდუმლოდ მუშაობს თავის ციფრულ მანჰეტენის პროექტზე. რა მოხდება თუ ისინი გაიმარჯვებენ? ეს ამერიკაზე და მის მოკავშირეებზე მტკიციერად აისახება. ეკონომიკის კრახი. ჩინეთმა უკვე აჩვენა DeepSeek-ის მაგალითზე, რომ შეუძლია შექმნას უმაღლესი დონის ხელოვნური ინტელექტი გაცილებით იაფად. თუ ისინი ჩიპებსაც ასე იაფად შექმნიან, ამერიკული გიგანტების აქციები ჩამოიშლება. სანქციების ფასის დაკარგვა. თუ ჩინეთი თავად შექმნის საბჭოს მანქანას, ამერიკას ხელიდან გამოეცლება მთავარი ბერკეტი. ვაშინგტონის აკრძალვებს ფასი დაეკარგება. ახალი ინტელექტუალიზებული ომი. ჩინურ არმიას ექნება უპირატესობა ზუსტ რაკეტებსა და დრონების ქსელებში, რამაც შეიძლება ტაივანის ბედი გადაწყვეტოს. გლობალური უკანაკარი. ჩინური ტექნოლოგია ნიშნავს, რომ პეკინს ექნება წომა მსოფლიო მონაცემებზე და დიდი ალბათობით დისტანციური გათიშვის შესაძლებლობაც. ჩვენ ხშირად გვეშინია, რომ ხელოვნური ინტელექტი ან რობოტები დაგვიმონებენ, მაგრამ ჩიპების ომი ერთ მთავარ გაკვეთილს გვასწავლის. ციფრული სამყარო ჰაერში არ კიდია. ის ერთმობა ფიზიკურ მატერიას და ადამიანებს, რომლებიც მას მართავენ. და აქ ისევ ვუბრუნდებით მთავარ კითხვას. ჩვენ ვქნით და ვაკონტროლებთ ჩიპებს, მაგრამ ვინ გვაკონტროლებს ჩვენ? ვისი ჩიპია ჩვენს გონებაში?
სოფლიო ეკონომიკის ბედი დღეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ბაზრებზე, არამედ იმაზე, თუ რას გადაწყვეტენ ინჟინრები ლაბორატორიებში და პოლიტიკოსები კაბინეტებში. ჩვენ შევქმნით ტექნოლოგიური პირამიდა, რომელიც სავდარყიდ ადგას და მისი წვერო ერთ კუნძულზე, ერთ კონკრეტულ კრისტალზე გადის. რომ გავიაზროთ ამ თემის აქტუალურობა, ამერიკის ვაჭრობის მინისტრის ჯინა რაიმონდის განცხადების შინაარს მოვშრელიეთ. ჩვენ არ მივცემთ ჩინეთს იმის საშუალებას, რომ გამოიყენოს ჩვენივე უახლოესი ტექნოლოგია ჩვენივე წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი. ეს არის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი. ჩინეთის წარმატება ამ სფეროში ომი ან ბუნებრივი კატაკლიზმა გამოიწვევს გლობალურ ცვლილებებს, რომელიც ყველა შეგვეხება. ისტორიკოსები ამბობენ, როდესაც რომის ჰეგემონია დაეცა, დაიწყო ბნელი საუკუნეები, რამაც ცივილიზაციის განვითარება 300 წლით უკან დახია. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. რას ფიქრობ, შეძლებთ თუ არა კაცობრიობა ამ რთული ჯაჭვის შენარჩუნებას? თუ გველოდება ცვლილებები, რომელიც ყველას შეეხება?